მოგესალმებით, ეს ნეთორარჩია, მე კიდევ ამ არხის შემქმნელი ოთარ გიორგაძე ვარ და მოდით დავიწყოთ. წინა ვიდეოში მე მქონდა საუბარი მსოფლიოში გავრცელებულ ორ ბიზნეს მოდელზე, ესე არის ტრადიციული ბიზნეს მოდელი და მეორე ქსელური მარკეტინგი და აგრეთვე ქსელური მარკეტინგით ბიზნესის კეთების უპირატესობაზე. ვიდეოს ბოლოს მე ვთქვი, რომ ჩემი შემდეგი ვიდეო მიეძღვნებოდა თუ როგორ გაგვესხვავებინა ფინანსური პირამიდა ნამდვილი ქსელური მარკეტინგის კომპანიისგან. და დღეს სწორედ ახლა ამაზე ვწერ ვიდეოს. კარგით, როგორც უკვე ვთქვი, დღევანდელი ჩემი ვიდეო შეეხება ფინანსური პირამიდისა და ქსელური მარკეტინგის განსხვავებას, რაც ეშლებათ ხოლმე და ეს ხდება ხოლმე მიზეზი, რომ არ იწყებენ საქმეს. ან თავიანთი მეგობარი, როდესაც მოკიდებს ასეთ საქმეს ხელს, უცოდინეობის საფუძველზე ეუბნებიან: ძმაო, პირამიდაა. დღეს ამას წერტილს დავუსმევ და ზუსტად გაგებინებთ, რა არის ფინანსური პირამიდა და რა არის ქსელური მარკეტინგი. რა არის ახლა ფინანსური პირამიდა? ფინანსური პირამიდა არის თაღლითური სქემა, რაც შექმნა პონცმა და ხშირად ამას პონცის სქემასაც კი უწოდებენ. ეს არის მოდელი, სადაც არ არსებობს რეალური პროდუქტი და სერვისი და შენ შემოსავალს იღებ მხოლოდ იმაში, როდესაც ვიღაცები მოყავს, მათ ადებინებ თანხას და მერე კიდევ იმათაც მოყავთ სხვები და ისინი ძდებენ თანხას და ასე შემდეგ. რამდენიმე სახეობის ფინანსური პირამიდა არსებობს. პირველი ეს არის, როდესაც ფულის მიტანაზეა მხოლოდ ორიენტირებული, მაგრამ ეს იყო უკვე ძველად, ახლა ამით ხალხის მოტყუება ვეღარ ხერხდება. მეორე, როდესაც არსებობს რაიმე სახის პროდუქტი ან სერვისი, რასაც არანაირი სარგებელი არ აქვს და საბაზრო ფასთან შედარებით ძალიან გაბერილია. ამით პროდუქტით და სერვისით ხდება ქსელურ მარკეტინგთან მიმსგავსება, რომ მისი რეპუტაციით ისარგებლონ, სამ გამოაშკარავდებიან. მესამე, ინტერნეტის ეპოქაში არსებობს ისეთი მახინაციები, სადაც გთავაზობენ რეკლამის ყურების, სირბილით და სხვადასხვა მომენტებით თანხების გამომუშავებას. ამასთან დაკავშირებით ერთ მაგალითს მოვიყვან. კრიპტოთი ვაჭრობა ყველასთვის ნორმალურია და ლეგალურია. მაგრამ როცა უკვე ვიღაცების მოწვევა ხდება და ამაში თანხების გამომუშავება, აქ უკვე პრობლემაა. რადგან თუ კრიპტოთი ვაჭრობ, შენ მაშინ რაღაცში გჭირდება ვიღაცების მოწვევა იმისთვის, რომ თანხა გამოიმუშაო. უნდა გვესმოდეს ის, რომ მარტივად ფული არსად არ იშოვება და სადაც დაგვიწყებენ იმაზე ლაპარაკს, რომ მე მარტივად იშოვით თანხებს, გამოირიდეთ იმ სიტუაციას. ფინანსური პირამიდით შესაძლოა გაგიმართლოს და იშოვო ფული, მაგრამ ეს რის ხარჯზე იქნება? ეს იქნება ხალხის გაუბედურების ხარჯზე და ასე აწყობილი ცხოვრება ყოველთვის ცუდად თავდება. ფინანსური პირამიდა სქემატურად ახლა როგორ გამოიყურება? ყავს სათავეში მდგომი ადამიანი, ვინც ყველაზე ბევრ ფულს შეღლობს, შემოყავს ადამიანი, ვინც ნაკლებს შეღლობს, კიდევ უფრო ნაკლებს და ესე ჩადის ქვემოთ სისტემა და ვინც ბოლოს საფეხურზე ხვდება, ისინი კარგავენ ფულს. ქსელურ მარკეტინგში ეს ასე არ არის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შექმნას შემოსავალი, რომელსაც საერთოდ არ აქვს საზღვრები და შესაძლებელია ნებისმიერ მანამდე მოსულს გაასწროს თანხებში თავისი შრომით. სტრუქტურულად ეს გავს ამობრუნებულ პირამიდას, სადაც მწვერვალებზე ადგილები არ არის შეზღუდული. და ამ ყველაფერს უზრუნველყოფს სარანგო სისტემა, რომელიც არის ბრუნვაზე დამოკიდებული და მკაცრად გაწერილი მარკეტინგ გეგმები და რაც აგრეთვე შენ სტრატეგიაზეცაა დამოკიდებული, სწორად როგორ განავითარებ. კარგით, ახლა უკვე გადავიდეთ ფინანსური პირამიდისა და ქსელური მარკეტინგის განსხვავებაზე და ჩამოვთვლი გარკვეულ კრიტერიუმებს, რითაც შეგვიძლია გავარჩიოთ. ფინანსური პირამიდა არის გათვლილი მოკლევადიან გეგმაზე, რადგან ადამიანებს მავნებლურ სისტემაში დიდხანს ვერ შეინარჩუნებ, მალე გამოაშკარავდება. ქსელური მარკეტინგი არის გათვლილი გრძელვადიან გეგმაზე, რადგან რაც უფრო მეტ მომხმარებელს და მეტ ბრუნვას შექმნის, მით უფრო უკეთესია კომპანიისთვის. მეორე, ფინანსური პირამიდა არალეგალურია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონით იშლება. ხოლო ქსელური მარკეტინგი ლეგალურია და ამერიკის კანონმდებლობით არის ეს დამტკიცებული. თუ რატომ ამას ერთ-ერთ ვიდეოში მოგიყვებით. მესამე, ფინანსურ პირამიდაში ყიდულობთ ისეთ პროდუქტს, სერვისს ან აქციებს, რასაც არანაირი სარგებელი არ აქვს და თქვენ რომ არა საქმე, თქვენ ამას არ იყიდით. ოღონდ ეს ისე არა, ახლა ფული არა გაქვთ და მაგიტომ. ან ფიქრობთ, რომ ახლანდელ საჭიროებას არ წარმოადგენს. არა,
რეალურად როდესაც საერთოდ არ იყიდით. ქსელურ მარკეტინგში კი არსებობს რეალური პროდუქტი და სერვისი, რასაც რეალური სარგებელი აქვს და თავის ფასთან არის შესაბამისობაში. მეოთხე, ფინანსურ პირამიდაში გაურკვეველია კომპანიის სათავე, ხოლო ქსელურ მარკეტინგში ყველაფერი ცნობილია. მეხუთე, ფინანსურ პირამიდაში გეუბნებიან, რომ მოიყვანეთ ორი ადამიანი და ესეც ძალიან ახლობელი, რადგან არ გიჩივლოთ და ეს ყველაფერი კეთდება ჩუმად. ხოლო ეს ქსელურ მარკეტინგში ღიაა ყველაფერი და არ ხარ შეზღუდული რეკომენდაციების გაცემაში და სულ მოტივირებული ხარ, რომ შენი ბიზნესი უფრო და უფრო განავითარო. მეექვსე, ფინანსურ პირამიდაში არ არსებობს სასწავლო სისტემა, სწორედ იმიტომ, რომ მოკლევადიან გეგმაზეა გათვლილი. ხოლო ქსელურ მარკეტინგში არსებობს სასწავლო სისტემა, რომელიც ავითარებს საქმიან სფეროში უნარჩვევებს და ლიდერობას აყალიბებს. კარგად მომზადებული ადამიანები უკეთეს შედეგებს დებენ. მეშვიდე, ფინანსურ პირამიდაში ვერასდროს ვერ შეძლებ, მანამდე მოსულს გაასწრო შემოსავლებში, ხოლო ქსელურ მარკეტინგში ეს შესაძლებელია. მერვე, ფინანსურ პირამიდაში გეუბნებიან ერთხელ შეიძენთ პროდუქტს ან სერვისს და მორჩა სატრიალებელი თანხა არ არის საჭირო. როცა ამას გეუბნებიან, უნდა გაერიდოთ, რადგან მაგალითად რომ გაჩერდეს ახალი ადამიანების აყვანა, გაჩერდება ეს საქმეც. ხოლო ქსელურ მარკეტინგის კომპანიებში არსებობს ყოველთვიური საბრუნავი, რაც ისევ პროდუქტით ან სერვისით გამოიხატება. მაგრამ ამაში არ არის ვალდებული ადამიანი. ბიზნესს ვინც აკეთებს ამ საქმეში, მისთვის არის მნიშვნელოვანი. და ახალი ადამიანების აყვანა რომ შეწყდეს ქსელურ მარკეტინგში, კომპანია უბრალოდ არ გაფართოვდება, მაგრამ არც გაჩერდება. იმიტომ რომ ბრუნვა მაინც მოხდება პროდუქტების და სერვისების რეალიზებით. ამ ვიდეოს ჰქონდა ორი მიზანი. პირველი, რომ სწორად გაერჩიათ ადამიანებს ფინანსური პირამიდა და ქსელური მარკეტინგის კომპანია, სადაც შეიძლება ბიზნესის კეთება და მეორე, რომ არ შეცდნენ ადამიანები და არ დაკარგონ ფული ასეთ მავნებლურ სქემაში, იმ იმედით, რომ გამდიდრდებიან. კარგი, დღეს ეს იყო რაც ამ ვიდეოთი მინდოდა მეთქვა. შემდეგი ვიდეო კი შეეხება ამ თემას, თუ როგორ შევარჩიოთ სწორად ქსელური მარკეტინგის კომპანია, რომელთანაც თანამშრომლობას შევძლებთ. მადლობა ყურადღებისთვის, დაელოდეთ ჩემს ვიდეოს მომავალ შეხვედრამდე. აბა კარგად.